ოთხასოცდათერთმეტ წელს ეფესოს მსოფლიო კრებაზე მიღებული მარიოლოგიური დოგმა, რომლის მიხედვითაც ეკლესია თაყვანს ცემს ღვთისმშობელს, იყო ეკლესიის რეაქცია არა მხოლოდ ქრისტოლოგიურ ერესზე, არამედ იმ უძველესი ლიტურგიული ტრადიციის უარყოფით გამოწვეული აღშფოთებაც, რომელიც ქრისტიანობის არსებობის პირველივე საუკუნეებში იღებს სათავეს. ტერმინი ღვთისმშობელი არ წარმოადგენს გვიანდელ გამოგონებას ან ახალი სწავლების შემოღებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პროტესტანტულ წრეში იგი ასე აღიქმება. სინამდვილეში იგი არის უძველესი ეკლესიური რწმენის დოგმატური ფორმულირება, რომელიც ეფესოს კრებაზე ნორმატიულად დადასტურდა. 1917 წელს მანჩესტერში ჯონ რაილანდის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს ეგვიპტური პაპირუსი, რომელიც 1939 წელს პირველად გამოქვეყნდა. რამდენადაც აღმოჩენასა და გამოქვეყნებას შორის პერიოდი თითქმის 200 წელს სცილდება, ვარაუდობენ, რომ ბრწყინვალე პაპიროლოგი კოლინ რობერტსი აყოვნებდა მის გამოქვეყნებას, რამდენადაც რეფორმატორ ღვთისმეტყველთა მიერ ღვთისმშობლის კულტი გვიანი ხანის მოვლენად იყო მიჩნეული, ხოლო თავად ბატონი რობერტსი პროტესტანტი გახლდათ. სავარაუდოდ, მის რელიგიურ თვალთახედვას უკავშირდება იმის მტკიცებაც, რომ ტექსტი ეფესოს კრების შემდეგ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ დღეს მკვლევარები ერთსულოვნად ათარიღებენ მას მესამე საუკუნით, დაახლოებით დეკიუსის დევნის პერიოდი. იგი წარმოადგენს ბერძნული, უნციალური დამწერლობით შესრულებულ 10-რიგიან პატარა ფურცელს, რომლის მარჯვენა მხარეც მორღვეულია, თუმცა ტექსტი მაინც გასაგებად იკვეთება. აღნიშნული ლოცვა ლათინურ ლიტურგიაში ორი ვერსიით არის შემორჩენილი. პირველი, რომელიც ორიგინალ ტექსტთან ყველაზე ახლოსაა, ამბროსიანულ ლიტურგიკულ ტრადიციაში დღემდე გამოიყენება. ხოლო რომანულ ტრადიციაში ასევე დღემდე გამოყენებადი ტექსტი, რომელიც რომის ეკლესიაში პირველად მე-9 საუკუნის ერთ-ერთ ხელნაწერში წმინდა წერილის წინ საგალობელ ანტიფონადაა წარმოდგენილი, ასეთი სახით გამოიყურება. ეს უძველესი ლოცვა ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში ეგვიპტის ეკლესიებში საშობაო ლიტურგიაში იყო ჩართული, თუმცა ლიტურგიკოსთა შორის დღემდე დავის საგანია მისი წარმომავლობა, კოპტურ ალექსანდრიულია თუ ბერძნული. თუმცა კი ფაქტია, რომ მოწყალებასა შენსა მოვილტვით, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ყველაზე ძველი, არაწმილდა წერილისეული ჰიმნია, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა უძველესი ეკლესიის ლიტურგიკულ ტრადიციაში. ამრიგად, ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ უძველესი ქრისტიანები მარიამს უკვე მოიხსენიებდნენ როგორც ღვთისმშობელს და ეს ტერმინი არ წარმოადგენს გვიანდელს ან მსოფლიო კრებაზე გამოგონილ სწავლებას. პირიქით, იგი მინიმუმ 1 საუკუნით და სავარაუდოდ უფრო მეტადაც წინ უსწრებს ეფესოს მსოფლიო კრებაზე დოგმატურად დადგენილ ნორმატივს და ასახავს ეკლესიის ადრეულ ლოცვით და სარწმუნოებრივ ტრადიციას. სურათზე ღვთისმშობლის ყველაზე ძველ გამოსახულებად მიჩნეული ფრესკა პრისკილას კატაკომბებიდან, რომი, მეორე-მესამე საუკუნეები. ქალწულ მარიამს ყრმა იესოუზის კალთაში, ბროწეულის ხის ქვეშ, წინ კი სავარაუდოდ წინასწარმეტყველი ისაიაა, რომელიც ზეცისკენ მიანიშნებს ხელით.